საღამო მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, ვერ მოვახერხე მოსვლა, ეხაც კი ვჩხუბობ. იმიტომ რომ წყალზე შემოდის გოდერძი. ბოთლი მიაქვს, კი არა და ჭიქას აავსებს, წყალი მიაქვს იქეთ. ეხა კოკა-კოლა მოვატანინე და ნაყინი ბილია არის აქ და ბავს რამით გავმასპინძლდები მეთქი. იქ მიაქვს, ანუ ბავს იქ ვაძლევ რა თქმა უნდა და კოკა-კოლაც იქ გაუტანე, მაგრამ ამათ ჩვევად აქვს. წყალი აქედან უნდა გაზიდო, მერე იქ ჭიქები უნდა გავსოთ, იმ ჭიქას არ წამოიღებენ, მერე გამორიცხულია რომ წამოიღონ და ისევ იმ ჭიქაში დალიონ წყალი. მერე უნდა გამოვიტანო მე აქეთ. არ მიყვარს რომ იქ მაგი და ივსება ხოლმე რაღაცეებით, როდესაც მე დალაგებულ სტოვები. ეხლა არის აკერ 800 უკლია 25 წუთი და ახლა ხანს მოვჭი. ახლა ხანს მოვჭი სახლის დალაგებას. იმიტომ რომ დილით კი დავიწყე, მაგრამ სტუმარი მყავდა და სტუმართან ვერ გავაგრძელებდი, ხო? ახლა მოვჭი ყველაფერს. გასარეცხები, ფორმების გარეცხვა ვერ მოვასწარი მარტო. დანარჩენი სხვა ყველაფერი გავეცხე და გარეთ გავუფრინე. იმედია გაშრობას მოასწრებს. იმის გარდა ლობიო გავარჩიე, ცოტა ხანი წყალში ჩავტოვე, ეხა იხარშება. მერე ცომი უნდა მოვცომო, ცომი აღარ მაქვს. ყველა დავამთავრე ის ცომი რაც მქონდა. მერე ლობიანისთვის უნდა შევამზადო ლობიო რო იხარშება ის, რომ მოიხარშება მაგის მერე, მაგრამ ხახვი ვერ ვიპოვე ამის გარდა, ამიტომ გავგზავნე ხა გეგა მაღაზიაში და მოვიწყდა მეგონა რომ მქონდა. ყველაფერს ხო მერე არ მოვაჩენ რომ არ მაქვს. ხო და უბრალოდ გეგოდეს უშვებდი, მაგრამ გეგამ მეწავალო და გეგა გაიქცა. ესეთი ამბებია ჩემთან, სულ ჩხუბია, გოდეს რო უთხრა დედიკო შენ წადი, მეთქი ვერ წავა, გეგა მიყვება სულ, ან თვითონ უნდა მარიყვა. ერთად არ უნდათ. სულ ჩხუბია, ერთად წასვლა არ უნდათ. ბევრი დედიკო პირიქით უკეთესი არ არის, ორი ძნები ხართ ერთად ირვით, რაღაცა არა. ან ერთს უნდა, ან მოკლედ გოდესაა გართულება, რომ არ უნდა გეგასთან ერთად რომ წავიდეს, თორე გეგას არა აქვს მაგმახი გართულება, აი სიმართლე თუ გინდათ ესა. ეხლა რაც გავარჩიე, ეს მინდა სპაგეტისთვის. ნაგავი არ მაქვს, მარტო ნაყინის ისინი დევს მათ და ბოთლი. მოდი. გეგა გავუშვი და გეგა იქნება და გავუღე კარგი. გეგა მოიტანე? ყოჩა, სუპერ ბიჭი ხარ. მაგარი ბიჭი ხარ. სუპერ ბიჭი ხარ. ყოჩარი ბიჭი, დედიკო, ის შეგი. მან შენ არის ისა და ორი. დაუკითხავად არ შეიძლება არცად წასვლა. გაიგე გეგა? არ შეიძლება არცად წასვლა დედიკოს დაუკითხავად. ან მამიკოს. ანუ, ნახე დედიკო, სადმე წასვლა რო გინდა, უნდა უთხრა დედიკოს, ან მამიკოს და ისე უნდა წახვიდე. ისე არასოდეს არ უნდა წახვიდე. მოკლედ ეს. დავჭრათ, კიდევ კაი სპაგეტისთვის მინდა და არ უნდა ვიწვალო და წვრილად არ უნდა დავჭრა. ვუი ხო, დამიწერეს ლობიანსო ნიორი არ უხდებაო. ჩემი ლობიანი არ გადისინჯავთ, თორემ ანუ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მე ავჭამ ლობიანს, არსად არ არის გაკეთებულს ავჭამ, გარდა ამისა, რასაც მე ვაკეთებ. შეიძლება ეს თქვენ არ მოგერწონოთ მაგალითად, იმიტომ რომ
ყველას ერთნაირი გემოვნება არ გვაქვს. მე მძაფრი გემოები მიყვარს, ზოგს არ უყვარს ეს გემოები. ხო და უხდება, თან როგორ უხდება, აი ძალიან უხდება ნიორი. მე ბევრი მაქვს ამ ხრივ ვიდეოები მაგალითად ნანახი, გასინჯული მაქვს მეთქი მოგატყვევთ, მაგრამ ისიც ვიცი რომ მარტო წითელი პაპრიკა რო არის მაგით და ხორის ქონითაც რო აკეთებენ და ეგ არ არის ჩემი, არაფერი არ უნდაო, მარტო ეს და ესო. მოკლედ ასეთი რო არ იყოს ლობიანი, როგორცაც მე ვაკეთებ, მე მაგალითად პირს არ დავაკარებ. მე ასეთი გემოვნება მაქვს. თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგასაც ვიძახი, მაგრამ მე მაგალითად ეს არ მწყინს არავისგან, მაგრამ ვინც გასინჯა, გუშინ მაგალითად სულ მხოლოდ ლობიანი და სხვათა შორის მუხასთვის ორი ხაჭაპური ერთი ლობიანი გადადებული რომ მქონდა, ის ლობიანიც კი მუხასთვის რა ადა და მუხა რო იყვნენ ცალკე. ანუ მე მევიდებოდა და ვუთხარი მუხას რომ ანუ შენ ყველაფერს ჩაგიდებ, ფულიც გექნება, ოღონდაც იქ მოკლედ მეც კი არ იმავშვები რა. ვიწუხებ ჭამისგან თავს, დიდად სიმართლე რო გითხრათ და მერიდებოდა ეხა ქმარი და შვილიც აქ მოიყვანა საჭმელად, რამე მსგავსი არ თქვან მეთქი. ხო და მაგიტომ გამზადებული მქონდა მუხასთვის ცალკე. და ის ლობიანიც კი გავყავი, იმიტომ რომ თხოვეს ძალიან უნდაო და თუ გაქვსო და არ დარჩა ჩემი ხაჭაპურიდან ერთი ნაჭერი, ერთ ჭამაზე დამთავრდა სულ და არც ლობიანი საერთოდ. 3 ტაფის ლობიანი მქონდა და 2 ღუმელში. და არც ერთი არ დარჩა, 5 იყო ესე იგი ჯამში. და პლუს ერთი კიდე ტაფის ის მუხას ის გაუყავდა. ხო და მოკლედ ყველა რაღაცას ჭამსო და მუხა მითხრა შენი ბავშვი როდესაც იცი რომ ესე პრეტენზიული ყავს გეგა რომ არაფერს არ ჭამს საერთოდ მაგლობიას როგორ მოკიდე ხელიო. მაგრამ მოკლედ ეს გუში ვიძახოდი მე იქ ხუმრობდი რომ ხაჭაპურის და ლობიანის საკაზებს ავიღებ მეთქი. მაგრამ ჩემთვის იქნება ზარალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ყველს ვტენი ხაჭაპურებში. ეხა და სხვათა შორის ცომი არის კარგი. გეგა! გოდე რა ამბავია? გეგას ტელეფონი ჰქონდეს? ასე რომ იქნებ მეც იმას მეტყვიან ალბათ ადამიანები ჯერ გასინჯე იქნება, მაგრამ არა, გასინჯას არ მინდა ხოლმე ეგეთი რა. ახლა რამდენიმე სალათებს აკეთებენ, ხო? მე არც ეს გინ საჭმელებს, მე სულვინიც არ მაქვს ხოლმე რომ გავსინჯო. ადა რატო აწვალებ ბავს? ხო. აი გეგას ტელეფონი ჰქონდეს? ილიას აწვალებს არა. ადა აი ხა ერთი აქ უნდა დედიკო ვიდეოს რომ ჩავთავ იქ გინდებათ ყველას წივილი და კივილი ბიჭო. ახლა ამ დრომდე უხროდ მე ვიჯექი დედა. ხო, ჩემი დაქალის გოდეს ნათლია არის ის გოგო, იმის რეცეპტით ვაკეთებ მე.
ისეთი გამოცდილება მქონდა ლობიანთან დაკავშირებით ძალიან ცუდი. რომ განასინჯი მქონდა ერთგან და არ მომეწონა. მოკლედ ერთი ლუკმა შევჭამე და არ მომეწონა, მაგრამ იმდენი ის მაქვს, რომ არ ვიძახო, რომ არ მომეწონა და უბრალოდ მეჭირა ხელში, იქაც მომერიდა. და ხელში რადო გეჭირაო, იმიტომ რომ ხელში დამაკავეს, ბავშვი ვიყავი მე. ხო და ხელში დამაკავეს და ამიტომ მეჭირა ხელში. და რო წამოვედით იმ სახლიდან, მე სხვას ვიყავი გაყოლილი. გამომყევიო. ნათლია ჩემის დედამ და მარტო მერიდებაო კი არა და მეზარებაო წასვლაო და წამომყევიო და სხვათა შორის ეგრე მეზობელ ქალებს დავყავდით ხოლმე ბევრგან. ქალაქში გინდა თუ არ ვიცი მე სატირალზე თუ მოკლედ სულ უყვარდათ ხოლმე რა ვიცი ჩვენი წაყვანა და ხო და ეს ძალიან მომწონს მე ეს ლობიანი თუმცა რო არ მოგეწონოთ მაგალითად იმიტომ რომ მე ბევრი რამ აი გეტყვით რაც კი არსებობს მე მგონი არაფერი არ მომწონს და არ მიყვარს კერძებს რაც შეეხება უფრო მიყვარს რაც განასინჯი მაქვს ვიჭამია სალათები ანუ მაიონეზიანი რაც არის საერთოდ ყველაფერი არ მომიღეთ არაფერი არ მიყვარს აი ის სალათი მიყვარს ერთადერთი რომელიც ეხლაც მაქვს ის ერთი წითელი სავსე წალიღე დანარჩენი დავტოვე. წვადი მიყვარს, ტოლმა მიყვარს, ოღონდ ჩემი დის გაკეთებული ტოლმა მიყვარს, ხის ტოლმა არ მიყვარს. კახეთში როა. ვინისი. ნობიო, ღომი აი ესე რაღაც სულ ძალიან ისეთი რომელიც შეიძლება არავის არ გიყვარდეთ ბევრს ხო? ეს რა შესაყვარი კერძი არის ან რაღაცაო თუ ვიტყვით ესეთი ვარ მე რა ვიცი რა ვაკეთო ესეთი ის ვარ იმია ამიტომ მოკლედ რა არ მეწყინება რომ თუ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს, იმიტომ მეც ბევრი რამ არ მომწონს. და ასეთი ვარ და რა ვქნა. მაგრამ ვიცი რომ ესენი ბევრს მოსწონს, რაც მაქვს, აი ზეთიც. ცომისთვისაც არ მაქვს დედა. აი, ეხლა რას ვიზამიცი? ეხლა გავუშვებს ერთხელია ესე უცებ წამდაწულს რომ ახსენდება ყველაფერი არა ეხლა მას ეყოფა სპაგეტს ხო და იმაზე ცოტა ვიან გავუშვი Balito, Vale, ballerina. Gino, ballerina. Cappuccino. ხო ასხია მაგაში. და საფორე გავბრაზდები დედიკო. ცოტა არის, სალმენდა. დედიკო რა არის იცი? დაისხი და შეგიძლია რომ ჭამო, მაგრამ მე გეუბნები რომ არ დაასხა უბრალოდ. მაგიდაზე. მაგიდაზე? ხო. Ballerina, cappuccino. Yes. ეს არის ის მეახური. ცოტა მინდა. სპაგეტსაც რო უშვები, ხო ხედავთ? ხო.
თითქმის აქედან რომ წახვიდე ანაკლიამდე სადღაც ერთი 5 ან 10 წუთით მეტი გზა რო იყოს, მე მგონი მეტი არ არის, იმიტომ რომ მანქანით რომ მივდივართ ანაკლიაში ახლახანს რო ვიყავი გზა ხომ მახსოვს რამდენი ხანი ვიარეთ, ამიტომ თითქმის იგივე გზა არის ჩემი აზრით. და სხვათა შორის სუფთა არის და მანდ სიარული უფრო ჯობია. გინდა ხა რო ვიყავით ჩვენ იმ ადგილზე, არ სადიქეთ რო არ წახვიდეთ. ძალიან კარგია, ძალიან. Panele calde mai. Așa. ესეც ჩავამატოთ. ძალიან მომეწონა მე იქაური სხვა და თან ძვირფასებო საცურაო კოსტუმი მიმქონდა მეცვა კი არა და მიმქონდა არ მეცვა მიმქონდა მუხას ქონდა ჩანთაში მაგრამ მუხლანი ვერ მოაღწია და რატო ვერ მოაღწია და მოგედი ვიდეოშიც ისმის და ისედაც გაიგებდით გოგოებს გუნდები თქვენი ბრალი რა მოყრანი რო აქ არ არის და მე ტანსაცმლით ჩავხდე იმიტომ რომ მუხას მისცეს ფული რომ ეყიდა წყლები კოკა-კოლა და რაღაცეები გოგოებმა იმიტომ რომ და ხან დიდი ავტობუსით მივდიოდით ჩვენ გაჩერების მხრივ პრობლემა რო არ იყოსო რამე სადმე მუხანი იყიდა და მოიტანდა და რა თქმა უნდა იყიდა და მოგვაწოდა თან ძალიან ბევრი იყო წყლები ძალიან ბევრი ასწაილია მე მგონი 3 თუ 4 დარჩა ესეთი ორიანები თბილდება ხო და ამიტომ იყოლო დარჩა ყველას ერთბაშად ხო არ მოუნდებოდა დალევა მერე ჩვეულებრივი ფასები იყო იქაც მოპირდაპირედ იყო სპარიც და რა ვიცი მე ბევრი მარკეტები იყო უბრალოდ აი იქ სცენასთან ახლოს რომ რაღაცეები არის შარშან ძალიან ბევრი რამე იყო და გეხსონება ჩემი ვიდეოდან მაგრამ წელს არ იყო წელს იყო ორ ადგილზე სადღაც მარტო და თან სიძვილია იქ ნაყინი ლარიანი ჭიქის ნაყინი 3.5 არა ლარიანი ჭიქის ნახევარი სენდვიჩი ღირდა 3.5 მუხას ვკითხე სენდვიჩი რა ღირდა მეთქი იქ იყიდება მეთქი და რო გავუშვი თავისთვის იყიდა მარტო მეგონა ჩემთვისაც იყიდა ხო და რა ღირდა მეთქი და 3.5-იო რო თქვა მე არ იმავს თქვენი წადი და მეც იყიდე მეთქი არ მითხარი გზად ვიყიდე მეთქი სადმე მერე და მართლა გზად ვიყიდეთ შევიარე და
ისევ რო არ დავაკეთე ეგ სპაგეტი. იმედია ეხლა დროულად დაიშლება ეგისა. მაკარონი. მუხარ მოვათხეს. ცოტა გვიან დავუშვებ. არ მეწავალანი გზიდას. დაება. სეცი. განიხატა რომ ეწონათ ჩემი ხაჭაპურები და ლობიანი. ბუდელნიკი დავაყენე, წარმოიდგინეთ მაღაზარა 6 და 22-ზე. და იყო არ ვიცი ეს 22, მაგრამ 6 და 22-ზე დავაყენე. დაიშალა. დაიშალა. როგართვა. იმედი არ დავადება. მოგებული მაქვს ხანჯარა, მაგრამ მაინც ისეც ხელა, რომ არ ვიცი. კარგი, ეხლა მინდა მე სუნელი. საწედელი, უმაქრად გახსნილი. საწედელი. რა თქმა უნდა. წყალი, გინდა მდუღარე, გინდა ცივი, მე ცივსაც ძალიან კარგად ვიყენებ, რო ვასხამ. ცოტა დავამატე. წვანილი გაჩვენებ, რა თქმა უნდა. პომიდორიც უხდება, რომ იცოდეთ, მაგრამ ჩემი შვილები მე მგვარან და ბევრი რამე მაგათაც არ უყვართ, თუ ისეთი არ არის, როგორც თვითონ უყვართ. ხო, შავი პირბილი მინდა, მაგრამ რომელშია და რამდენია ამაში. აშლები. ჯერ ეხლა გაჩვენებ, თუ ეხლა როგორია და მერე
როგორი გახდება. ბევრჯერ კი გაქვს ნანახი, მაგრამ თუ იმეს არა აქვს. ახალს ის ძველი ვიდეოები ნანახი. აქ ნახავს. აი ასე. ეს წყალი არ ექნება. ჩაშრება აქ. სუნელიც უნდა გაიხსნას ჯერ. ასე რომ გაჩვენებთ რა თქმა უნდა ბოლოსაც. მოკლედ ყველი მოიჭერი ახლა მე ჩავცეცხლა მარტო ყველს პურის გარეშე მიყვარს აი ესე ვიჭრი ხოლმე და სამ ნაჭერს ეგრე მივიხევ ეს ჩემი დედამთილის გამოგზავნილი ის ძალიან დიდი სურგუნი რო იყო ისაც იმდენად გემრიელია და იმდენად ის ჩემი გემო აქ რაც მე მიყვარს მე მგონი მარტო მე შევჭამ მაგარია კოლაც Astwa, 3, 4, left, ისე გამოიყურე left. სამში გავლე. ჰადა მოგეწონათ ეშე კიდე Coca-Cola უნდა დავისხა. წყალი დაისხი.